თბილისობა 2009 აქტიურ ფაზაში გადავიდა დღეს რიყეზე 6 ტონა ყურძენი დაიწურება საწნახელში რიგით მოქალაქეებთან ერთად თბილისის მერი და პარლამენტის წევრებიც უკვე ჩავიდნენ. რიყეზე დღეს ლაშარი მღერის ჩურჩხელებს ავლენებენ და მსურველებს ცხენით გასცერინებაც კი შეუძლიათ. ნინო შურღაემ ძველ თბილისში უკვე ჩამოერა ყველა ის ადგილი, სადაც ღონისძიებები იმართება და ახლა შტაბ-ჭრილებებზე პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. ნინო, გისმენთ? Ლევანდელი თბილისობა მართლაც განსაკუთრებულია, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, როგორც შარდენსა და ბამბის რიგის ქუჩებზე, ასევე რიყეზე. რიყეზე ტრადიციულად დიდ საწნახელში დაიწურა თეთრი ყურძენი და როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე, ამ დაწურული ყურძნით ჩამოისხმება ღვინო. თბილისობა 2009 თავიდან ყურძნის წურვა დაიწყო მოსახლეობამ, ხოლო მოგვიანებით მათ შეუერთდა თბილისის მერი გიგი უგულავა. საკმაოდ სახალისო სანახაობა იყო. და როგორც ცნობილია, ყურძნის წურვა საწნახელში არის თბილისობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და სწორედ ამ სანახაობის სანახავად რიყეზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ყველა თბილისას მოვუღოცო, თბილისობის 29 წლის თავია, 30 წელია თბილისობას აღნიშნავ და ის უფრო მრავალფეროვანი ხდება და ასთავარია სულ უფრო და უფრო საყვარელი თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის. ყურძნის წურის პარალელურად რიყეზე იმართებოდა დილიდან კონცერტები, შესრულებული იყო როგორც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ასევე თანამედროვე სიმღერები და თქვენ ალბათ გესმით, რომ კონცერტი ეხლაც გრძელდება და თანამედროვე შემსრულებლები გამოდიან. რიყეზე ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი, აქ მსურველებს საშუალება ეძლევათ, რომ ფაეტონით გაისეირნონ და როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონცერტი და გამოფენა გაყიდვა რიყეზე საღამომდე გაგრძელდება. ყურძნის წურვასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერის საცეკვის ნიმუშები, მიიღებს მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი როკვა, ასევე ლაშარის ჩემი ანსამბლის ახალგაზრდა თაობა და მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ერთობლივად ყურძნის წურვა და ქართული სიმღერა და ცეკვა. ხვალინდელი დღე განსაკუთრებულად დატვირთულია. დილიდან იწყება ბაზიერთა შეჯიბრით ლოკომოტივის სტადიონზე, შემდეგ გაგრძელდება ვაკის პარკში, სადაც ფესტივალი არტგენი სპეციალურად თბილისობისათვის შეკაკეთებულ პროგრამას წარმოადგენს. საღამო საათებში იგეგმება გალა კონცერტი. ხალხის რაოდენობა ამ დროისთვის რიყეზე მატულობს, ქართველდამთვალიერებლებთან ერთად აქ მოსულები არიან უცხოელი სტუმრებიც და მათთვისაც დღეს არ ექნება აქ მოსulis საშუალება, შესაძლებლობა ექნება თბილისობაში მონაწილეობა ხვალაც მიიღოს. ეს იყო ნინო შურღაე, რომელიც რიყიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა. დუდუკისა და არხნის ჰანგები კი მტკვარზე ისმის დილიდან ტივზე ყარაჩოღელები შეეკრიბნენ ძველი თბილისის აივნებს ტივის მგზავრები ჭიქაღვინის თანხლებით ათვალიერებენ. ტივი 12 საათზე დაიძრა და დღეს საღამომდე ყველა მსურველს ქალაქის ისტორიულ უბნებს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინებს. ტივზე დღეს სუფრაც გაშალეს ერთ-ერთი პირველი მგზავრი კობა სუბელიანი იყო. სტოლთა და განსახლების მინისტრი ტივზე ფოტოაპარატით მივიდა და გაცოცხლებული ისტორია ფირზე აღბეჭდა. ქალაქური სიმღერები, დუდუკო ჩემო, კარგი იყო, არ გამეცან თავიდან, ჩემო თბილის ქალაქო, შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო და ბევრნაირი ესეთი ქალაქური სიმღერებს სიმღერებდგენაცა. განსხვავებით წინა წლებისგან, წელს დაგეგმილია რიგითი თბილისელების გასეირნება ტივზე. ჩვენ თუ ამჩნევთ უკვე 2 ტივი ყავს, თბილისის მერიამ მისცა საშუალება თბილისელებს და არა მარტო თბილისელებს გაისეირნონ და ვისაც აქვს სურვილი დღეს ხვალ შეუძლია მობრძანდეს და გაისეირნოს იმ კოლორიტით, როგორც ახასიათებდა მე-19 საუკუნის თბილისს. თბილისობის ფარგლებში შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში ხილის ფესტივალი იმართება. დღეს ყველა დამთვალიერებლისათვის ხილი უფასოა. რესტორნები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ქუჩაში აცხობენ პურს და ამზადებენ საფირმო კერძებს. გამარჯვებულ რესტორანს ოქროს დანა გადაეცემა. შარშენამ ტიპტურის მფლობელი რესტორანი მეიდანი გახდა. ხილის ფესტივალთან ერთად დღეს ჩაის ფესტივალიც იმართება, რომელიც თბილისის მერმა დაათვალიერა. დღესვე გიგი უგულავამ აბანოთობასა და შარდენს შორის დამაკავშირებელი ახალი მიწისქვეშა გადასასვლელი გახსნა. ჩვენი იდეა იყო, რომ სწორედ სამი ქვეშა გვირაბით დაკავშირებული იყო
შარდენის მხარე უკვე სამღებროს ქუჩას შესაბამისად კალაუბანს, რომელიც რესტავრაცია პრაქტიკულად უკვე დასრულების სტადიაშია და რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა. პარალელურად თბილისობის სხვა ღონისძიებები ტარდება, იცით, ძალიან ბევრი, რომელსაც აღარ ჩამოვთვლი დღესაც და ხვალაც ყველა პოლიტიკა და ყოველდღიური საქმიანობა უნდა გვერდზე გადავდოთ ეს ორი დღე დაუთმოთ თბილისს ასეთ თუ ისეთი ფორმით. ორშაბათთან მე ყველაფერი უფრო გაატკეცებული ძალით და ენერგიით შევუდგეთ საქმეს. დავათვალიერეთ რაც არის გარშემო, ყველაფერი ძალიან ლამაზია და კარგი შთამბეჭდავია ბავშვებისთვის და მინდა რომ ბავშვები მიეჩვიონ ამ ტრადიციულ დღესასწაულს, რაც ჩვენ ბავშვობაში ყველაზე ძალიან გვიხაროდა. ავტოშოუ 2009 დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე ანტიკვარული მანქანები გამოფინეს. მოდელები, რომელმაც დროს გაუძლო ყოველ თბილისობას, ერთი დღით საგამოფენო ექსპონატი ხდება. შეემატა თუ არა შარშენდელ კოლექციას ახალი მოდელები, ამაშენ მარი კუბლაშვილი გვეტყვის, რომელიც ავტოშოუდან პირდაპირ ეთერში გვერდება. მარი, დღეს თავადაც ხომ არ გიცლია ანტიკვარული მანქანის მართვა? სამწუხაროდ არ მისდია, მაგრამ მე განახებთ, რომ ეს არის ყველაზე ძველი ავტომანქანა Mercedes-Benz კაბრიოლეტი, რომელიც 1935 წელს არის გამოშვებული, თუმცა ამ მანქანის გარდა ვარდების მოედანზე მთელ რიგში უძველესი მანქანები არის გამოფენილი და ამასთან ერთად უახლესი ფირმის ავტომობილებიც. უამრავი ადამიანია შეკრებილი, როგორც ხედავთ ავტოშოუზე, რომელიც თბილისობის ფარგლებში უკვე მეორე წელია იმართება და დღევანდელ ავტოშოუს თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო. კაი ტრადიცია ემატა, იმიტომ ავტომოყვარულები თბილისში ბევრია და რაც თავარია, სულ უფრო აქტიურობენ. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც საერთო პროექტი გვაქვს, მაგალითად მოძრაობის უსაფრთხოებაზე, სწორ პარკირებაზე, ვედების შეკრაზე და რაც თავარია, ძალიან კაი დანამატია ესე ვთქვათ, აქეთ ძველი ორიგინალური მანქანები, ესეთ უკვე ახალი, რომელიც სტიმულირებას უკეთებს ავტოგანვადების პროცესს. ძალიან კარგი ამინდია, ვინც ახშია, შეუძლია მოვიდეს ვარდების მოედანზე, ერთის მხრივ ნახოს უნიკალური ანტიკვარული მანქანები და მეორეს მხრივ შეიძინოს ახალი მოდელები, რომლებიც გაიყიდება სპეციალური ფასდაკლებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ყოველ ავტოშოუზე უფრო კარგი მოდელები გამოდის საინტერესო და მოვდივარ პატარა ესენთან და ვათვალიერებთ ხოლმე. ჩემი მანქანა ის არის Powers Enterprise J7, არის აბსოლუტურად თვითნაკეთი, 100% დაწყობილია საქართველოში. ეს მანქანა კონკრეტულად არის Coca-Cola Red Edition-ი, ანუ ამჟამად ველოდებით, როდის წაიღებს ზემოხსენებული ფირმა ამ ავტომობილს ბატონო თემურ იჩქარით. ძველი და ახალი ავტომობილების გამოფენა ღიაცის ქვეშ 5 საათამდე გაგრძელდება. როგორც ხედავთ, ამინდი ხელს გვიწყობს, თუ ჯერ სახლში ხართ, შეგიძლიათ თამამად შეუერთდეთ თბილისობის დღესასწაულზე. დაგეგმილ ღონისძიებებს ავტოშოუზე თქვენ შეგიძლიათ როგორც დაათვალიეროთ, როგორც დაათვალიეროთ ავტომობილები, ასევე შეიძინოთ კიდეც ისინი.